დღეს დავკითხეთ ერთი არასრულოვანი, რომელიც დარჩენილი იყო და ერთი იყო ჯგუფიდან დარჩენილი დასაკითხად და დავკითხეთ ის, რომელსაც ანალოგიურად დაადასტურა ის, რომ ბეჟან გულჯანიშვილი მაგ დღესაც ისე როგორც სხვა ნებისმიერ დღეს დადიოდა ძალიან სწრაფად, ნელა დადიოდა მხოლოდ მაშინ ერთი-ორჯერ ესეც დაასახელა ბავშვმა, მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მიკროავტობუსში ახლდათ ან მასწავლებელი, ან რომელიმეს მშობელი, ან სრულწლოვანი პირი თუ იყო, ასეთ შემთხვევაში ის ცდილობდა, რომ ნელა ევლო. თუმცა ამ კონკრეტულ დღეს მოძრაობდა ძალიან სწრაფი სვლით. უფრო მეტიც დილით წამოსვლისას, მაშინ როდესაც ახალციხეს სავარჯიშოდ მოდიოდნენ, მაშინაც შექმნა საავარიო სიტუაცია და შეეშინდათ კიდეც ბავშვებს. არაერთხელ ვლაპარაკიათ მათ ერთმანეთში, რომ საშიში იყო მასთან ერთად მგზავრობა. ასევე ამ არასრულწლოვანმა დაასახელა, რომ ვიდეო რეგისტრატორი ჰქონდა და ამ ვიდეო რეგისტრატორით სარგებლობდა, თუმცა საეჭვოდ გამქრალია ეს ვიდეო რეგისტრატორი, ისე როგორც გულშინას განგიცხადეთ თქვენ მედია საშუალებას, რომ ვიდეო რეგისტრატორში მისთვის სასარგებლო ჩანაწერი რომ ყოფილიყო, ცხადია პირველი ის წარადგენდა, მაგრამ როგორც ჩანს, მასზე უკეთ არავინ იცის, თვითონ რო დააღვია ის. და შესაბამისად მან გააქრო სწორედაც ვიდეო რეგისტრატორი ეცადა რა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება.